თუ გახსოვთ, იყო გაყინული პენსიების საკითხი და მაშინ ყობა დავითაშვილი, ზვია ძიძიგური და კიდე რამდენიმე კაცი შიმშილობა გამოაცხადეთ იუსტიციის მინისტრის მისაღებში. და წავართვით მაგათ ეს ფული. რადგან მთელ საქართველოში დავარიგებინეთ მაშინ ჩვენ გაყინული პენსიები. იცით თუ არა თქვენ რომ 11 მილიარდი არის საგარეო ვალი საქართველოში დოლარი. და იცით თუ არა ამ პატარა ბავშვს ახლა აგერო დგას ამას აქ $3700 აქვს ვალი. აი ამას და იმასაც და სულ ყველას. და ეს არის ჩვენი კისრიდან რო ამოიღებენ ის თანხა. ამას აკეთებენ. ეს არის ამათი აშენებული ქვეყანა. რასაპირებ აბა ერთ რუსთაველებისთვის რა აბა ერთი რას ვაპირებ იცი აბა ერთი მაინტერესებს აბა ერთი იმას ვაპირებ რომ რუსთაველი მეტალურგების პრობლემას მოხდეს შენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ჯერ უთხრა ამ ხალხსო ჩათვალეთ რომ ჯიბეში გიდევსო იცი რამდენ კაცაა სააკაშვილამდე არ იყავი თავობაში სააკაშვილამდე არ იყავი ქონდა ქართული ხალხს უკი გაზიწყალი რატო აბა სააკაშვილს უადებს ეს რატო გადადიხარ მე ხომ გითხე რას ვაპირებ გითხარი რას ვაპირებ შენ ვერ მოაგვარებ იმიტომ წყვილს ეუნები ხალხს ვერ ჩუქს ვერ დგას და ვერ რუსთაველი შენ არ გეკითხები რა და შენ რო შეგეკითხები მე გამეცხვას კითხვებს უსვა და პასუხი მიდა გამცე შენ რა გინდა ბოლო-ბოლო ჩვენი ამ ქალაქის დამეზოზე არ შენ მომისმინებ ჩვენია კი პირადურდენ გადავიხარო შეგასწრები ბევრი დაჩაგრული ამ კაც აქ კონსტიტუციური უფლება იყოს მიშა სააკაშვილის ხარდამჭერი არავის ეს არ დაუშლია მისთვის კი ბატონო ვერ დამიშли შენ ხო ხარ იმათი ხარდამჭერი აქ არის შეხვედრა ჩემ ხარდამჭერთან მე მითხოვდი მე ოდო მეც გპასუხობ კაცო რატო გაშუქდა წყალს მოუგვარებ ხარ რატო ბრაზდები რატო შენ იმდადიაგე პასუხი შარწმენია რომ მითხარ არ გწმენია რუსთავისა ბიჭო ძველი ბიჭი მოდი აქ მოდი დამაჩაბლოში და აფხაზეთში ოში ხარ კამპო მე რო გადა შენ რა გიდო შენ რა გიდო რა გიდო მეთქი მოდი შენ რა ძალიან ინტერესია მოდი მოდი შენ ძალიან რა პრობლემები უნდა მქონდეს ვისთან? ჩაწიე კამერა გამ. ჩვენ აქ გვაქვს საარჩევნო შეხვედრა. საარჩევნო შეხვედრა არის ჩვენი პოლიტიკური უფლება, ხა ეს კარგად მოგეხსენება. ქალაქებთან ინციდენტი იყო, ერთ-ერთი ახალგაზრდა კაცი რაღაც აგრესიულად იქცეოდა, აგრესიულად მოგმართავდა, აგრესიულად იწევდა ჩვენსკენ და გამოუძახეთ პატრულს, მოვიდა პატრული, ესე იგი ეს ამბავი თვითონაც დამშვიდდა, სანამ პატრული მოვიდოდა მანამდე, როცა ნახა რომ აქ ვერავის ვერ შეაშინებდა, მაგრამ ერთი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური შეხვედრების ჩატარების კონსტიტუციური უფლება. ამ კონსტიტუციურ უფლებას არ შევალახინებთ არავის. მე პატრულის თანამშრომლებს ვუთხარი, რომ მივაწოდებ მათ გადაადგილების შესახებ ინფორმაციას, რომ მათ იცოდნენ უბრალოდ და აღკვეთონ თუ კი ასეთი რაღაც თუ ვინმე არის მოსურნე რომ ჩვენი პოლიტიკური შეხვედრები ჩაშალოს, ჩვენ რა თქმა უნდა ამას არ დაუშვებთ და კანონის მიხედვით ვეცდებით რომ სრულიად განვახორციელოთ წინასაარჩევნო კამპანია და მოსახლეობასთან შეხვედრაში ხელი არ შეგვეშალოს.